კარგით მეგობრებო. პირველ რიგში მადლობა გამომწერებისთვის. მე მატება ხოლმე დღეში ერთი საშუალოდ და ძალიან ბედნიერი ვარ. კომენტარს უხედავ რავი ვაფშე. სუფრას ვკისრულობ ხოლმე ოჯახში. დღეს უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ნახეთ ძალიან მაგარ რაღაცაზე. ეს არის generate. ესე ქვია ინგლისურად. რას ნიშნავს ეს generate? ნახოთ ერთად რას ნიშნავს შემდეგ სერიაში. generate მეგობრებო არის მარჯვენა მხარეს preset-ებში. აი ნახეთ. აი აქ არის. იმისთვის რომ ბოლომდე შევიგრძნოთ ეს ნაწილი რას ნიშნავს, გავუკეთოთ ახალი კომპოზიცია, სახელი არ გვაინტერესებს და ნახეთ შევქვნათ new solid. ანუ კაი პონტი არის. იყოს დაფილოსფერი. ანუ ობიექტი, ანუ ბექგრაუნდი გარდა იქნება ობიექტად დავით. მე ესე მესმის და ეხლა მაგალითად ეს ეფექტები პირდაპირ იმ შავ ეკრანზე რო დამედო არაფერი არ მოხდებოდა. გადმოვაგდეთ ეს. ეს ძალიან მაგარი რაღაც არის სხვათა შორის. თუ გვინდა რომ ჩვენივე ბექგრაუნდი გავაკეთოთ, ნახეთ ამას დააგდებთ და აი აქედან ფერები ჯიგრულად შეგვიძლია რომ შევცვალოთ. რა ფერები ჩვენ გვინდა მოკლედ. ჯიგრული ბექგრაუნდი გვექნება. აქ მე ამბობ პატარა ანიმაციები, ობიექტები და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ძალიან კაი რაღაცა არის მოკლედ. შემდეგი არის, ხო, ეს არის lightning-ი. ეხლა მეოთხე ხარისხში მაგდა იმიტომ ჩანს ესე, მაგრამ ანუ ხელით ამის გაკეთება წარმოგიდგინიათ ხო, რამდენი დრო უნდა დაობათ. ანუ 0-დან რო დაიწყო. პირდაპირ არის. არ ვიცი როდის გამოგვადგება, მაგრამ არის. იცოდეთ რომ არის. შემდეგი რა არის? ვა, ეს რა არის? ნახეთ რაღაცა არის. ამის შეგვიძლია ეს გავზარდოთ. საღოლძმო. ეს ძალიან საჭირო ეფექტია ისე. ხო, ეს დაბლარული არის. ნუ შეგვიძლია დაბლაროთ, რა პრობლემა? მაგარი, ამით არ არსებობს. ეს არ ვიცოდითო? მაგითო გამისწორდა ეხლა. და რა სიძახ, ნახე რა შეგვიძლია. კაი, შემდეგი ნახოთ. ძალიან ჯიგრული ეფექტი არის გამისწორდა. ესეც ალბათ იგივე რაღაცა არის, ოღონდ ნაწყვეტების გარეშე. შემდეგიც დაახლოებით იგივეა ჩემი აზრით. короче, აღარ ხუმრობს After Effects. აი წეღა რომ განვიხილოთ ბექგრაუნდები ის იყო, რა ვიცი, 2005 წლის ეფექტები ალბათ. ეს ძალიან მოხდილი არის. ეს არის, რავი, ალბათ 2021 წლის. ძალიან მაგარია. არ ვიცი, რა დავადე რაღაცა, არაფერი არ ხდება. შეიძლება რამე, არ ვიცი, ფერთა გამა არის, ორ წითელ რაღაც ხას კი. რაღაც არის და ვერ ხვდები ახლა. Glue gun რა არის? ეს რა არის? რაღაც მაგარში შეიძლება ამის გამოყენება. ეს განათება. ამით ძალიან მაგარი ანიმაციის გაკეთება შეიძლება. და ნახეთ, აი keyframe-ი, ანუ მართლა keyframe-ი არის. დაადებ შუაში რაღაცას, პროდუქტი ან რამე, არ ვიცი. და აი ამა რო იტრიალოს მაგის გარშემო. რა მაგარი ეფექტი იქნება. ეს დავიმახსოვროთ, light burst. ეს ძალიან კაი ეფექტი არის კავშირი. აბა light race რა არის? ხო, ეს წეღანო ნახეთ. აი აქაც ყოფილა ისე. light, ეს წეღან არ ვიბაზეთ ამაზე light switch-ზე. ესე რო გადავა. ჩემ ეს რა არის? ამას დიდი ხანი რო უყურო, იმენა შო გათრიფავეს მოკლედ. არ გვინდა ეს მოკლედ დებილობა. ეს მესმის უკვე. ნახეთ რა მაგარია. პატარა სამყარო არის იმენა. ჩესბორდი, თუ რა წერია? ბაზარი არა, ის არის. იმენა ჭადრაკი გაიჩნდა. ბუმ და ჩამოდის 4-მდე. შეგვიძლია ძალიან საკაიფო. ბექგრაუნდადაც კი შეიძლება ამის გამოყენება. და ჯობია იმ დებილობებს, რაც წინა ვიდეოში განვიხილეთ. თეთრი, ძალიან კაი ეფექტები აქვს. ბიჭო, ეს რა ერქვა ამას? generate იმენა უნდა გავწუროთ რა. გავწუროთ რა, gem არის, რასაც ქვია. ეს კაი რაღაცა არის. ლაზერი, პორტალი, ყველაფერი შეიძლება. ყველაფერში გაკეთება შეიძლება. არ ვიცი, ეს ყველაზე კარგი generate ჯერჯერ. მათემატიკა გაიჩნდა, მართლა, 2 პლუს ზეტი უდრის, რა არის? მენდო. არ ვიცი, ძალიან საშიში რაღაცაა ეს. რამე ახალი ეპიდემია არ დაიწყოს, ხო, ეს ბექგრაუნდად. საკაიფო რაღაცაა. არაფერი განსაკუთრებული. ეს ნახეთ. აი აქ მარჯვენა კუთხეში ხა რო იჩდება მზე არის რა ჩათვლილეს. ეს ძალიან კაი ეფექტია. CC flare თუ რაღაცა. Paint bucket-ი, გასაგებია. Radio waves-ი. ძალიან ბევრი რაღაც შეცვალე, მაგრამ არაფერი არ ხდება. ესეც აშკარად ის არ არის რაც ჩვენ გვგონია. Stroke-იც ის არ არის რაც ჩვენ გვგონია. დღეს ახლა სინდისთან მართლები რომ ვიყოთ და ძალიან რა შევაწყო ზილზე, აღმოვაჩინეთ, სულ არაფერი ჯობია ეს, დავიმშვიდოთ თავი, რომ generate-ში არის ზევით ცოტა უყონთ, ძალიან მაგარი რაღაცეები, ეფექტები ესა ისა მოკლედ. ძალიან ასწორებს მოკლედ.